გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს განვიხილავთ ისევ spanning trees, ოღონ spanning trees ესეთ ვერსიას, რომელსაც ქვია MST, ანუ multiple spanning tree protocol. ეხლა რა ხდება მეგობრებო, მე ეხლა როგორც ხედავთ შევცვალე ლაბის გარემო, packet tracer-ში ყველა ლაბი სამწუხაროდ არ კეთდება. მე ძალიან მაგრად მიყვარს packet tracer-ი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი გამოსაყენებელი არის, არც ეს არ არის რთული. ეს არის Cisco Modeling Labs, CML ეგრეთ წოდებული, სადაც ახლა რეალურ device-ებზე ვიმუშავებთ. და სადაც დაშვებული არის multiple spanning tree პროტოკოლი რა. packet tracer-ში არ არის სამწუხაროდ multiple spanning tree, ვერ კონფიგურაციას ვერ გააკეთებ ფიზიკურად და ვერ ივარჯიშებ. ხო, ეხლა გავივლით კონფიგურაციას, მაგრამ სანამ კონფიგურაციას გავაკეთებთ, მანამდე მინდა გესაუბროთ 1-2 სიტყვით საერთოდ რა არის ეს multiple spanning tree, რაში გვჭირდება, რა გამოყენება აქვს და ნელ-ნელა მე კონფიგურაციის დროს უფრო დეტალურად ჩავშლით. Multiple spanning tree მეგობრებო გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს ბევრი ვილანი. აი ძალიან ბევრი ვილანი როცა გვაქვს, მაშინ აუცილებელი არის რომ გამოვიყენოთ, რადგან ეგრეთ წოდებული ესეთი მექანიზმი, უბრალოდ spanning trees ეს ტიპი per villain spanning tree, რაც არის, რომელიც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ვილანების დროს, იმ პრობლემასაც multiple spanning tree გადაწყვიტავს, მაგას ვერ აგვარებს per villain spanning tree და რა პრობლემა არის ეს? Multiple per villain spanning tree plus ის შემთხვევაში ჩვენ როგორ გვაქვს, იცით? თითოეულ spanning trees აქვს თითოეულ villains აქვს თავისი spanning tree, ეგრეთ წოდებული instance. ანუ ჩვენ თუ გვაქვს villain 1, ამ villains აქვს თავისი instance. აი ერთგვარი instance არის ერთგვარი რაღაც ინფორმაცია ამ villain-ის შესახებ რა. და რამდენი villain-იც გვაქვს, აი 200 villain-ი გვაქვს ჩათვალე, 200 villains აქვს თავისი instance, ეგრეთ წოდებული და რავი 200 instance შეიძლება კონდეს ერთ ტოპოლოგიას. აი წარმოიდგინეთ ახლა აქ გვაქვს villain 1, 2, 3, 4, 10, 100, არ ვიცი ძალიან ბევრი. ყველას თავისი spanning tree instance თუ ექნებოდა იმ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ძალიან დიდი დატვირთვა CPU-ზე მეგობრებო და თვითონ მეხსიერების გამოყენება ძალიან გაიზრდებოდა, BPDU ტრაფიკები ძალიან გაიზრდებოდა და თვითონ გართულდებოდა ტოპოლოგიის წაკითხვაც, გაგებაც, ელემენტარული აი spanning tree, show spanning tree ბრძანებას რო აკრებ, მოხდებოდა აი ძალიან ბევრი ინფორმაციის ამოყრა, აი ცადით თქვენს მეგობრებო, შექმნით 10-20 ვილანი და ნახავთ რომ უკვე საერთოდ შეიძლება სურათი. მე თითოეულ ვილანზე უნდა ეძებოთ, იქ root bridge რომელია და ასე შემდეგ თუ გინდათ რაღაც load balance-ის გაკეთება, მოკლედ ძალიან რთულდება პროცესები და multiple spanning tree ამ პროცესებს ძალიან ამარტივებს იმ მხრივ რომ ჩვენ შევქმნით რაღაცა instance, ანუ რაღაცა ჩარჩოს შევქმნით და ამ ჩარჩოში მოვაქცევთ რამდენ ვილანსაც გვინდა იმდენ ვილანს და ამ ყველა ვილანს, რომელიც აი ამ instance-ის ქვეშ იქნება ერთი ტოპოლოგია spanning trees. ყველასთვის ერთი და იგივე იქნება და არ გექნება ცალ-ცალკე. ტოპოლოგია გვექნება თვითონ ამ instance-ის მიხედვით და არა ვილანების მიხედვით. დავიწყოთ ახლა ნელ-ნელა კონფიგურაცია, მე ახლა რაღაც კონფიგურაციებს გავწერ აქ მეგობრებო. და მე განვიხილოთ თითოეული კონფიგურაცია თუ რას ნიშნავს. ეხლა ვაკეთებ მე switch აი ამისთვის. switch 0-ისთვის, შემდეგ switch 1-ისთვის გავაკეთებ. არის რაღაცა კონფიგურაციები, რაც უნდა იყოს ყველა switch-ისთვის ერთი და იგივე. მაგას ახლა ზუსტად გავივლით და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია იქ ავირჩიოთ root bridge რომელი გვინდა იყოს რომელი instance-ისთვის, backup switch-ი რომელი გვინდა რომ იყოს, secondary primary რომელი იყოს უბრალოდ და secondary root bridge რომელი იყოს. ამ ყველაფერს გავაკეთებ და ვნახავთ. უბრალოდ მოდი ამით დავიწყებ, აი switch 1-ით დავიწყებ, აი ამ switch-ით დავიწყებ. მოდით ახლა დავიწყოთ მეგობრებო, ახლა რა ხდება? ახლა პირველ რიგში ბოდიშ გიხდით ამ პატარა ცოტა ისეთი უხეში ცუდი წერის სტილისთვის. მოკლედ ახლა რა ხდება? უყურეთ, პირველი არის spanning tree MST configuration.
აქ ცოტა სხვანაირად იწყება კონფიგურაცია და პირველი არის აი spanning tree MST configuration. ეს არის switch-ს ვეუბნებით, აი ამ შემთხვევაში ამ switch-ს, რომ გადადი multiple spanning tree კონფიგურაციის რეჟიმში. შევიდა ეხლა ეს spanning tree კონფიგურაციის რეჟიმში. აი ნახეთ, აი ხედავთ config MST გვიწერს, ხო? კი ბატონო, ეხლა რა არის? აქ არის შემდეგ name my MST. ეხლა დავარქვი ამ multiple spanning tree-s სახელი და ქვია my MST. შემდეგ არის revision ნომერი. კი ბახო, რევიზიის ნომერი ამ შემთხვევაში 1. ეს revision number უნდა არა მხოლოდ revision number, არამედ ყველა ეს ინფორმაცია, რასაც ეხლა ჩვენ აი ამ switch-ზე გავწერთ, აი ამ კონფიგურაციის ქვეშ, spanning tree MST configuration-ის ქვეშ უნდა იყოს ყველა switch-ისთვის, რა switch-ebსაც ჩვენ ერთ რეგიონში მოვაქცევთ და ვისაუბრებთ ამაზე, ერთი და იგივე, აი აუცილებლად უნდა იყოს სახელი, ერთი და იგივე უნდა იყოს სახელი, revision number უნდა იყოს ერთი და იგივე და შემდეგ უყურეთ ახლა რა ხდება. აქ არის instance 1. სადაც ჩვენ მივაბით ეს ვილანები. ანუ რეალურად instance რას ნიშნავს ხა? ჩვენ შევქმნით ფანჯარა, სადაც გავაერთიანეთ ვილან 10, 20 და 30. ანუ აი ამ ვილანებისთვის იქნება spanning tree instance, ანუ ის ყველა ინფორმაცია, რასაც ჩვენ ხედავთ ბრძანება show spanning trees რო გავწერთ, თითო-თითოდ კი არ იქნება თითოეული ვილანისთვის, არამედ ყველასთვის იქნება ერთ. ჩვეულებრივი spanning trees შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ვილან 10-ისთვის ცალკე, 20-ისთვის ცალკე, 30-ისთვის ცალკე instance, ხო მეგობრებო და ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ instance 1-ში მოვაქციეთ სამივე ვილანი, გვექნება მხოლოდ ერთი ინფორმაცია. შევქმნით შემდეგ instance 2, სადაც გავაერთიანე უკვე სხვა ვილანები, ვილან 40, 50 და 60 და რეალურად ახლა ჩვენ გვაქვს ორი instance. ორი ინფორმაცია გვაქვს spanning trees, ამას ქვია MSTI, ანუ multiple spanning tree instances. ორი გვაქვს ამ შემთხვევაში. არა 3, არა 4 და არა, ნუ ორი გვაქვს, ხო, რაც კარგი არის. ეგრეთ წოდებულ overheads გვაშორებს. ეხლა გავაგზავნოთ კონფიგურაცია. ეს არის ის ბრძანება, მეგობრებო, რაც ყველა switch-ისთვის დაიმახსოვრეთ, აი ეს ბრძანებები spanning tree MST configuration 1, ეს არის 1, revision number ეს არის 2, ბოდიში name ეს არის 2, revision number ეს არის 3, ეს instance ნომერი ეს ამ შემთხვევაში მე-4, კიდე instance ნომერი მე-2, 5. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ რამდენი instance ნომერი წინათ იმდენი. რამდენი იმათაც გინდათ იმდენად დაყავით ეს თქვენი ვილანები. მე შემეძლო ვილან 10 instance 1-ში ჩამესვა, 20 და 30 ჩამესვა instance 2-ში და კიდე instance 3 შემექმნა, სადაც თქვენ ამ ვილანებს გავაერთიანებდი. ამიტომ ამაში შეზღუდულები არ ახართ. Range-ში არ ახართ შეზღუდულები. თუ გინდათ 10-დან 50-ის ჩათვლით უთხარით ვილანები, კიდე შეგიძლიათ აქ მე ძიმე გააკეთოთ, ვილან 10, ძიმე, ავიცი, 9, ან 900 და ასე შემდეგ. ამაში არ ხართ შეზღუდულები, სინტაქსში მოკლედ პრობლემა არ. ეხლა გავაგრძელოთ კონფიგურაცია. ჯერ ამ switch-ს დავასრულებ და შემდეგ გადავალ უკვე სხვა switch-ების კონფიგურაციაზე. ხო, ეხლა მეგობრებო, ესეთი რაღაცა გავაკეთეთ ჩვენ აქ. აი ამ კონფიგურაციის მერე უკვე შევკარეთ კონფიგურაცია და როგორ ეხლა უყურეთ. აქ პირველი ბრძანება, რაც უნდა გავაკეთო, ეს არის spanning tree MST 0.1 root primary. ეხლა ავხსნათ რა არის. უყურეთ მეგობრებო, 0.1 რა არის? ჩვენ ხო instance გავწერეთ ზემოთ. აი აქ ნახეთ მეგობრებო. აქ ხო instance გავწერეთ. აი ეს instance არის ზუსტად ეს ერთიანი. რა არის ახლა 0-იანი? 0-იანი არის, ეს არის 0-იანი არის default instance, რომელიც multiple spanning trees default-ად მოყვება და ყველა ის ვილანი, რომელიც ჩვენ instance-ისთვის არ მიგვინიჭებია, ამ შემთხვევაში 10, 20, 30, 40, 50, 60 კონკრეტულ instance-ებზე გავწერეთ, მაგრამ ხომ არის ესეთი ვილანები, სხვა დანარჩენი ნებისმიერი ვილანი,
სტანდარტულის და extended VLAN-ების, რაც არ გაგვიწერია ჩვენ არც ერთი instance-ისთვის, ის თავისთავად არსებობს instance 0-ში. ამას განახებთ მეგობრებო და ეხლა რა გავაკეთებ? მე ვუთხარი switch-ს, რომ instance 0 და 1-ისთვის, ანუ ნებისმიერი VLAN-ისთვის, რომელიც არის instance 0-ში და ნებისმიერი VLAN-ებისთვის, რომელიც არის instance 1-ში, ანუ 0-შიც და 1-შიც იყოს აი ამ VLAN-ებისთვის იყოს ეს switch-ი root bridge. Primary მინდა იყოს. აი ეს switch-ი მინდა იყოს ამ შემთხვევაში root primary. ხოლო იმ VLAN-ებისთვის, რომელიც არის instance 2-ისთვის, მინდა რომ იყოს root secondary. ანუ თუ რაიმე მოუვა სიტყვაზე იმ switch-ს, ამ შემთხვევაში root secondary switch-ი იქნება, უბრალოდ primary switch-ი ამ VLAN-ებისთვის გავაკეთებ ამას და ეს იქნება 10-20-30-ისთვის. და შემდეგ უკვე ანუ ეგრეთ წოდებული სენდვიჩი შევკარით spanning tree mode MST. ანუ უთხარით ახლა უკვე ამის switch-ს, რომ შენ გადადი ჩვეულებრივი spanning tree mode-დან MST-ზე. ახლა რა ხდება? გადასვლა როგორ ხდება? MST ბაზად მოითხოვს rapid spanning trees. ანუ აუცილებელია რომ მისი წინ ბაზა იყოს, იმიტომ რომ MST მუშაობს RS ტიპის ლოგიკით. ეს ჩათვალეთ რომ RS ტიპია, ან უფრო ნაორჩენი RS ტიპია. RS ტიპია რა ლოგიკურად. იგივე ყველაფერი იგივე არის, პორტის როლები, პორტის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაზე გადასვლა და ასე შემდეგ ყველაფერი აქ ზუსტად იდენტური, საერთოდ არაფერი არ განსხვავდება. ერთადერთი მე რა განსხვავება არის, მაგას ახლა გავივლით. განსხვავება არის აი internal spanning tree ში, რასაც აუხსნით და BPD-ების გასვლა როგორ ხდება სხვა spanning tree საშუალებებთან. იგივე RS ტიპისთან, per VLAN spanning tree-სთან და per VLAN spanning tree plus-თან. ახლა შემდეგი რა ხდება? ახლა უყურეთ მეგობრებო, ახლა სხვა switch-ები უნდა დავაკონფიგურირო მე. ეს მორჩა ახლა, მოდი ახლა ნახოთ უბრალოდ კონფიგურაცია როგორ წარმატებით დასრულდა. საინტერესოა, ხო? ჩვეულებრივად ეგრეთ წოდებული ძირითადი შემოწმების ბრძანება ჩემთვის არის ეს. show კი ბატონო. ახეთ მეგობრებო, ნახეთ ახლა რა გააკეთა აქ. ახლა მიჩვენებს MST0-ს, ხო? MST0 ამ შემთხვევაში არის აი ის default-ად რაც არის. ეს არის primary, აქ არის ჩვეულებრივად იგივე არის ყველაფერი, აბსოლუტურად განსხვავება არაფერი არ არის, რაც ჩვეულებრივი spanning tree შემთხვევაში, просто აი აგერ არის საინტერესო. ახლა ეს მეუბნება რომ მომიჯნავე switch-ები, რომელიც ჩვენთან არიან კავშირში, არიან ჩვეულებრივი spanning tree პროტოკოლის მატარებლები და იმ ჩვენს სასურველ იმას multiple spanning trees პროტოკოლს ახლა ვერ ვიყენებთ. ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა იმ switch-ებზე და გავაკეთოთ იგივე კონფიგურაცია, რაც გავაკეთეთ აქ. ოღონდ განსხვავება ამ შემთხვევაში, ამაში პირველ ძირითად კონფიგურაციაში არაფერი არ იქნება, განსხვავება იქნება აი აქ. ეხლა მე ეს switch-ი კი მინდოდა 0 და 1 instance-ისთვის primary, მაგრამ მეორესთვის secondary მინდოდა, იქ შევცვლი ხა. მეორესთვის მენდომება როგორც primary და აი ამ instance-ებისთვის როგორც secondary. კიდევ ერთი ვერიფიკაციის ბრძანება, მეგობრებო. ნახოთ ხა ასე შემდეგ. ხო. აი ეს არის ძალიან საინტერესო ბრძანება, მეგობრებო. Show spanning tree MST configuration. ნახეთ, აქ არის instance-ები, რაზეც საუბრობთ. ეს არის default instance 0, სადაც აი ის ყველა სხვა დანარჩენი VLAN-ი, რომელიც მე არ მიმინიჭებია არც ერთ instance-ისთვის, არის default-ად ჩაყრილი. მიხვდით ხო? instance 1, რომელსაც მე მივანიჭე აი ეს 10-20-30 VLAN-ი, სადაც მე აი ესე ვთქვათ ჩავყარე და 40-50-60, სადაც აი ეს VLAN-ები არის. მე ახლა ეს VLAN-ები შექმნილი არა მაქვს, აი ნახეთ, საერთოდ არ მაქვს ეს VLAN-ები. უბრალოდ მე ახლა ეს VLAN-ები უნდა შევქნა, ამას ყველაფერს გავაკეთებ და აი ასე ვთქვათ წყობაში მოვა მთლიანი სისტემა. ახლა წავალ მე იმ switch-ებზე, გავაკეთებ იმ switch-ებზეც კონფიგურაციას და განახე. ერთ-ერთი switch-ი არის ეს. აი მეგობრებო, მეორე switch-ზეც გაკეთდა. ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს switch-ი, ქვედა switch-ი. ზუსტად იგივე კონფიგურაცია არის. Spanning tree MST configuration. გადავედი კონფიგურაციის MST multiple spanning tree კონფიგურაციის რეჟიმში. დავარქვი სახელი
my MSTP რაც ქვია ზუსტად იგივე პირველ switch-ზე, ეს არ შეიძლება რომ შევცვალოთ. Revision number იგივე არის ზუსტად 1 და იგივე არის instance 1-ში არის ვილანები ესენი გაწერილი, instance 2-ში არის აი ეს ვილანები გაწერილი. ეხლა მცირედი სრულებით გავაკეთებ მეორე კონფიგურაციას და განვიხილოთ მაგასაც. გავაკეთეთ მეგობრებო, ეს instance-ები და ეს ყველაფერი შევკარით, ზუსტად იგივე. შემდეგ მოვედი აი ამ switch-ზე მაქვს საუბარი spanning tree მეორე instance-ისთვის. ეს არის root bridge, primary switch-ი არის. აი ეს. ანუ ამ ვილანებისთვის ეს არის primary switch. ხოლო instance-ისთვის 0 და 1 და აი ნებისმიერ ვილანისთვის, რომელიც ამ instance-ში არის, root secondary-ია. ახლა მოდი ვნახოთ ვერიფიკაციის კომანდები. ზუსტად იგივე, აქ ხა გვიჩვენებს instance nulls. მაგას მე ვნახავთ ყველაფერს და გვეუბნება, რომ აი ეს ლინკი დაკავშირებული, უბრალოდ ეს ლინკი დაკავშირებული არის switch-თან, რომელიც არ არისო multiple spanning tree პროტოკოლით გააქტიურებული, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი spanning tree პროტოკოლის ქვეშ ფუნქციონირებსო. წავალთ ახლა ამ switch-ზეც, გავაკეთებთ იგივე კონფიგურაციას. მანამდე მოდი ვნახოთ, უცებ თვითონ MST კონფიგურაციაში ჩავიხედოთ რა ხდება. აი კი ბატონო, აი აგერ ხედავთ, იგივე არის ყველაფერი. აი ამას გადახედეთ კარგად, ყველაფერი არის იგივე. წავედით შემდეგ switch-ზე. მორჩა მეგობრებო, აი ამ switch-ის შემთხვევაში ჩვენ აღარ გვჭირდება უკვე რაღაც ზედმეტი ბრძანებების გაწერა. თავარი არის ამ switch-ზე ხა გავააქტიუროთ spanning tree პროტოკოლი, გააქტიურებული არის პროტოკოლი, მეტი ჩვენ ამ switch-ზე არაფერი არ გვჭირდება, რადგან ეს switch-ი არც primary არ იქნება, არც secondary switch-ი არ იქნება, არც ერთი ვილანისთვის. უბრალოდ მე მინდოდა რომ ეს switch-ი ამ ტოპოლოგიაში multiple spanning tree ტოპოლოგიაში ყოფილიყო ჩართული. ანუ ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. ეხლა არის ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი უნდა გამომარტოთ რა როგორ მიდის. ეხლა მეგობრებო, ეს switch-ები არიან რაღაც რეგიონში მოქცეულები. ეს switch-ები სამივე არიან რეგიონში, რომელსაც მოდი ასე ვთქვათ, რეგიონი აი my spanning tree ქვია. ეს არის ამ რეგიონის სახელი. ეხლა ეს switch-ები დაკავშირებული რო იყვნენ სხვა ნებისმიერ switch-თან, რომელიც არ არის ამ რეგიონში, არ აქვს ეს კონფიგურაცია მას, ხო, სიტყვაზე. მაშინ ეს switch-ი ამ switch-ებთან თქვენი აზრით spanning tree კომუნიკაციას როგორ მოახდენდა? ხო საინტერესოა. ეხლა აი ეს ლოგიკა უნდა გავიაროთ ამ მექანიზმის უკან რა ხდება. რა არის ეს instance-ები საერთოდ რას გვაძლევს, რაში გვჭირდება, როგორ ხდება ამათ შორის ახლა BPD-ების გაცვლა და ამ რეგიონიდან გარეთ როგორ ხდება BPD-ების გაგზავნა ჩვეულებრივი, აი მაგალითად PVST+ ან RSTP spanning tree პროტოკოლებთან. განვიხილოთ ახლა ეს. ხო, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის multiple spanning trees instance-ები, ეგრეთ წოდებული. IST. რა არის ახლა ეს IST? IST არის ეგრეთ წოდებული ლოგიკა, რომელიც მის თავში აერთიანებს რაღაც ვილანებს, რომელ ვილანებსაც ჩვენ მივანიჭებთ, რომ უნდა იყოს გაერთიანებული და როგორც ვთქვით, default instance არის instance 0. ეს instance 0 არის მეგობრებო, ის instance, რომელიც default-ად ყველა ვილანს თავის თავზე მიიკრავს, ასე ვთქვათ, თავის ჯგუფში მიიღებს ყველა ვილანს და ამ ვილანებისთვის შექმნის ერთ ჩარჩოს, სადაც ეს ვილანები შემდეგ ჩვენ რომ ნახავთ ბრძანებას show spanning tree, ეს ვილანები instance 0-ში არიან ყველა და ყველასთვის ერთი spanning tree ტოპოლოგია არის გამოტანილი და ეს instance 0 მეგობრებო არ არის მხოლოდ ამ ფუნქციით, ეს instance 0 არის სწორედ ის მექანიზმი და ის ლოგიკა, რითიც გარე სამყაროსთან ეგრეთ წოდებული, აი ამ ჯგუფიდან გარეთ იმ switch-ებთან, რომელიც არ არიან ამ ჯგუფში, ამ instance-ში ამ უпростоრეთ ამ multiple spanning tree პროტოკოლში გაერთიანებულები ხდება ზუსტად აი ამ instance 0 BPD-ებით BPD პროტოკოლით გაცვლა, გამოცვლა ინფორმაციის. ასე რომ აი ამ გარეთ არსებულმა switch-ებმა მათ წარმოდგენა არ აქვთ ეს რა ხდება აქ, რა რეგიონია, multiple spanning tree-ა, რა ვილანები არის, ანუ საერთოდ არაფერზე არ აქვს წარმოდგენა ამ switch-ებს. ესენი არიან ჩვეულებრივი switch-ები, რომელიც შეიძლება იყოს spanning tree, ჩვეულებრივი ტრადიციული spanning tree პროტოკოლი, RSTP იყოს, ან PVST, ან PVST+ იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვეულებრივად აი ამ instance 0-ს მეშვეობით, default-ად რაც აქვს აი ამ switch-ებს, აი ამ მექანიზმის მეშვეობით ხდება
spanning tree BPD-ების გაცვლა სხვა switch-ებთან. მოდი ახლა ვნახოთ მეგობრებო, აი ამ switch-ებში შიგნით ჩავიხედოთ. ხო, როგორც ხედავთ მეგობრებო, მე ახლა აქ ვილანები შევქმენი და ვილანები მაქვს. ეს ვილანები რაღაც ინტერფეისებზე არ მაქვს მიბული. მოდი ახლა ჩავიხედოთ spanning tree კონფიგურაციაში შიგნით. ხო, მეგობრებო, ცოტა რაღაცა კონფიგურაციის დამატება მომიწია. ახლა აგიხსნით რა გავაკეთე აქ. ვილანები რო დავამატე, ვილანების დამატებამ ვილანები ხო შევქმენი, ვილან 10, 20 და ასე შემდეგ ვილანები რო შევქმენი. ვილანების დამატებამ მოითხოვა ინტერფეისების კონფიგურაცია. ამ ინტერფეისების trunk პორტად გარდაქმნა, ეგრეთ წოდებული, რადგან ეს ჩემი spanning tree ამოშავებული იყო, რადგან default-ად ესენი არის access პორტები, access პორტებზე ვილანების trunking, ბევრი ვილანის გატარება, ესე ვთქვათ, არ ხდება, ვილანების ინფორმაციის გატარება არ ხდება. მე მჭირდებოდა trunk პორტი, რადგან მქონდა ბევრი ვილანი და ეხლა ყველაფერი წყობშია. მოდი ეხლა კარგად გავიაროთ აქ რა ხდება. ერთ-ერთი ვერიფიკაციის ბრძანება არის ესე. ჩვეულებრივ show spanning tree. აკეთებთ აი ნებისმიერ switch-ზე. ამ შემთხვევაში აი დაბლით აი ამ switch-ზე ვაკეთებ. აქ ხედავთ რომ მაქვს მე default MST multiple spanning tree instance 0. ეს switch-ია, ამის priority უყურეთ, ეს გვიჩვენებს ჩვეულებრივ ინფორმაციას იმ switch-ის შესახებ, რომელიც არის bridge. ხედავთ რომ თვითონ ეს კონკრეტული switch-ი არ არის root bridge ამ VLAN range-ისთვის, რომელიც არის instance 0-ში. ვიცით რომ ეს არის ნებისმიერი VLAN-ი გარდა 10, 20, 30, 40, 50, 60-ისა და აი ხედავთ პორტის როლებს. root პორტი არის აი ეს პორტი, gigabit 00, დანარჩენი პორტები ყველა არის designated stage, role-ში უბრალოდ. State არის forward. ეხლა უყურეთ, აი MST1. MST1 არის მეგობრებო ის instance, multiple spanning tree 1, instance 1, სადაც მე მაქვს ის VLAN-ები, რაც instance 1-ში მქონდა დაკავშირებული, ასე ვთქვათ. ეს არის VLAN 10, 20, 30. ეხლა მაქვს instance 2 და ხედავთ, ხურეთ, this bridge is a root. აი ამ instance 2-ისთვის, სადაც მე მქონდა VLAN 40, 50 და 60. კი ბატონო, ეხლა სხვა ბრძანებები ვნახოთ. ერთ-ერთი ბრძანება არის აი ეს. ძალიან საინტერესო ბრძანება არის show spanning tree MST. აგერ ხედავთ, თითქმის იგივე ინფორმაციას, ოღონდ ცოტა უფრო მეტს, რადგან კონკრეტულად უთხარით რომ multiple spanning tree-ის შემთხვევაში ვანახე ინფორმაცია, აი ამოგვიგდო VLAN-ების mapping-ი instance-ების მიხედვით. აი ეს VLAN-ები ყველა არის ბიბლიური instance. აი ამ no instance bridge-ის MAC address-ი ეს არის უბრალოდ ხო, აი ამ bridge-ის რა bridge-ს ვართ ხა. მაგის MAC address-ი ეს არის priority ეს არის root bridge-ის MAC address-ი priority 24000 რაღაცა და აი instance 1 და instance 2. კიდევ სხვა ბრძანება ვნახოთ ეხა. აი ეს ხო უკვე ვნახეთ, instance 0-ზე აი ეს VLAN-ები, instance 1-ზე ეს VLAN-ები, თვითონ სახელი ამ ჯგუფის ეგრე ვთქვათ, რა ჯგუფშიც არის ეს სამივე switch-ი მოქცეული, revision ნომერი, რაც ეს ყველაფერი, ეს ყველა კონფიგურაცია უნდა იყოს switch-ებზე, რომლებიც ჩვენ გვინდა რომ იყოს ერთ ჯგუფში მოქცეული, ყველასთვის უნდა იყოს ერთი და იგივე. ეს თავისთავად იქნება ერთ და იგივე, თუ სახელი, revision ნომერი და აი ეს instance-ები იქნება ერთი და იგივე. შემდეგი ბრძანება. ეს უკვე უშუალოდ იმ instance-ის, რომელიც გვაინტერესებს. show spanning tree MST 1. აი მხოლოდ instance 1-ისთვის გვაძლევს, ხედავთ instance 1-ზე mapping-ი VLAN-ების არის 10, 20, 30. მეგობრებო, რეალურად სულ ეს არის instance-ებზე მეტი MST-ის შემთხვევაში აქ არაფერი არ არის, ერთადერთი რაც არისო ამას ახლა თქვენ აი ეს კონფიგურაცია უნდა კარგად ამოღამოთ. ეს არის მეოთხე თავი წიგნის ოფიციალური Cisco-ს CCNP და CCIE-ის ოფიციალური წიგნი. მოდი განახებთ მაგ წიგნსაც ბარემ. აი ეს წიგნი არის მეგობრებო. აი ეს CCNP და CCIE Enterprise Core. ეს second edition, ეს უნდა იყოს აუცილებლად. Amazon-ზე შეგიძლიათ იყიდოთ, ძალიან ძვირი წარღირს, ან თუ არის სადმე მოგეგულებათ უფრო იაფად, შეგიძლიათ შეიძინოთ. ვისაც გინდათ მეგობრებო და გაინტერესებთ თვითონ აი ეს CML-ის ლაბის აწყობა, რა ღირს, როგორ ხდება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამის კონფიგურაციაზე
ძალიან მაგრად ვიწვალე, მაგრად მაჩალიჩა Windows 11-მა. რა ვიცი რა, ძალიან ბევრი რაღაცა ვცადე და ძლივს გავაკეთე რა. მე მაგალითად ეს პლატფორმა ძალიან მომწონს. კარგია, ინტერფეისი ლამაზია, მარტივი გამოსაყენებელი არის. როგორც ხედავთ, აქ დევაისები მაქვს მე, სხვადასხვა 20-მდე დევაისი მაქვს დაახლოებით. ну, ყველაფერი მაქვს თითქმის firewall-ები, node-ები, wireless switch-ები, fan emulation, როგორც ხედავთ, Linux სერვერები და რა ვიცი, desktop სერვერი, ყველაფერი არის თითქმის, რაც CCNP-ს კი არა, შეიძლება ცოტა ზემოთაც. და CCNP-ს უშუალოდ core გამოსვლისთვის და core გამოსვლისთვის საკმარისზე მეტი არის და NRC ან ნებისმიერ სხვა კონცენტრაციის გამოსვლისთვისაც საკმარისია. ეს იყო მეგობრებო დღეისთვის. თავი კარგად წაიკითხეთ, კარგად გაიაზრეთ და ლაბები გააკეთეთ აუცილებლად. ეს კონფიგურაციები ძალიან ბევრჯერ უნდა გაკეთდეს. კარგად ბრძანებულებით.